საღამო მშვიდობისა, მივესალმებით რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს, რა თქმა უნდა, თაკო და ზურა. საღამო მშვიდობისა მეც მოგესალმებით იმ იმედით, რომ იმ საქმეს, რომელიც თქვენც ჩაიფიქრეთ და ჩვენც გვაქვს ჩაფიქრებული, დღეს მთებს შევასხავთ და ჩვენ სურვილებს, ასე ვთქვათ, მოდი სამყაროში კეთილი სურვილები გაუშვათ, რომ მანიფესტირდნენ ისინი და ჩვენი ჯეკპოტის გავათამაშოთ. და მანიფესტირდნენ 9 მილიონის სახით, უფრო კონკრეტულად კი 522,211 ლარის სახით. კი ბატონო, და მეორე კატეგორიის სახითაც არაჩვენებრივი. მეორე კატეგორია, ესე იგი, ამაყაც გვიმზერს და ელოდება თავის იღბლიან გამარჯვებულს. ჯეკპოტის ხელა. 9 ნამდვილად არის ყოველ შემთხვევაში და ცოტაც და ალბათ ჯეკპოტსაც გაუთანასწორდება. ნახოთ. აი ამ ზაფხულში 208,000 ლარზე უარს არავინ იტყვა და ნამდვილად. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჯეკპოტსაც და მეორე საპრიზო კატეგორიასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მალე გავათამაშებთ. 772 ტირაჟი გახლავთ დღეს და მოდი, ზურა, ავიღოთ გეზი ჩვენი ჯადოსნური ღილაკისკენ. აი, ავიღოთ, სადაც მე დანიშნულების ადგილას ვარ უკვე. კარგი, ღილაკიც გველის, ლოტოტრონის გველის, თქვენც ვიცით რომ გველოდებით, მაშასე 3, 2, 1. აბა ახმაურდნენ ჩვენი ბურთები. ლოტოტრონი და მასთან ერთად ჩვენი ბურთები. ნახოთ რომელი ბურთი გახსნის დღევანდელ გათამაშებას და ის არის. და ისიც პირველი მომგებიანი ბურთი 30 გახლავთ. საკმაოდ მაღალი ციფრით დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი კომბინაცია. ნახოთ. და შემდეგ არის 34. და რა იქნება მესამე მომგებიანი ბურთი? ნახოთ. და ის გახლავთ 12. ველით უკვე მეოთხე მომგებიან ბურთს, წითლები დღეს უნდა მეთქვა რომ დომინანტობენ თქო, მაგრამ ლურჯმა გააბათილა და სამიანი შემოგვიგორდა ამასობაში და მეხუთე მომგებიანი ბურთიც გახლავთ წითელი და გახლავთ ნომერი 24. ჭირდება ახლა მე-6 მომგებიანი ბურთი, რომელიც ლოტო 642-ის მოთამაშეებმა ძალიან კარგად იციან, რომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ გათვლა და სწორება გვაქვს, ასე ვთქვათ, ჯეკპოტზე. და უკვე დაინახეთ, რომ ორიანი შემოგვიგორდა. და ბონუს რიცხვით ადგილზეა უკვე. ის გახლავთ 4. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ იმისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეს. დავიწყოთ. ნანახს გაჟღერება ჯობიაო, თუ პირიქით გაჟღერებულს ნანახი ჯობიაო, მაგრამ ორივე ერთად ძალიან აჭერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და მოდი ეს ტრადიცია არ გავარკვიოთ. კიდევაც და ერთხელ გავიგონოთ ჩვენ აი ესე 30-ით ვიწყებთ. 34-ით ვაგრძელებთ. 12, 3, 24. 2 ბატონო. და ბონუს რიცხვი გახლავთ 4. აბა რა ხდება თქვენთან ტელეეკრანებთან არის ჟრიამული ბედნიერება, ჩვენ ძალიან გვინდა რომ გაგვიხარდეთ. მალე ვითხრამ ყურში რომ რაღაც კარგი ხდება და შემდეგ ეს ემოციები გავაფრქვიოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელთან და ამ ყველაფერს ჩვენ მალე გავიგებთ, რა თქმა უნდა, როდესაც გამოჩნდება აქ უკვე შედეგები. სანამ შედეგები გამოჩნდება, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის იმისთვის, რომ სწორედ ამ სოლიდური თანხების მფლობელები გახდეთ. რა არის საჭირო? რა თუ არა ბილეთი. სამშაბათს და პარასკევს, ანუ კვირაში ორჯერ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ სტაბილურად ითამაშოთ. ამისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის საიტს www.loto.gr და ასევე ზურა სად უნდა წავიდეთ. ასევე ყველა სავაჭრო მოლში მდებარეობს სხვათაშორის ლოტო სერვისები მართალია. და მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტოს ჯიხურები შესაბამისად არჩევანი გაქვთ ყველგან. სადაც საქართველოა. თაში, ბარში, ზღვაზე და ასე შემდეგ. ციფრულ სამყაროში მოკლედ. ზები და ალტერნატივა ნამდვილად მრავალფეროვანია შეიძლება ითქვას. თავარი არის სურვილი, მე ნუ გადამაგდებ, იმიტომ რომ მაგ ამის ყოველთვის მე დაგიჭერ თუ რამე არ არის პრობლემა. გვაქვს უკვე შედეგები. შედეგები თუ შეიძლება. აი შედეგები. მეოთხე კატეგორია გავათამაშეთ. კატეგორია და თან გავათამაშეთ საკმაოდ მაღალი თანხა. კი ბატონო. 3696 ლარი გათამაშდა და მოიგო ორმა ბილეთმა. მოგებამ ბილეთზე შეადგინა 1848 ლარი. არც მეტი და არც ნაკლები. და მე-5 მე-6 საპრიზო ფონდებშიც არის, ასე ვთქვათ, კარგი შედეგები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯეკპოტი, მეორე საპრიზო კატეგორია ხელშეუხებელი რჩება და ისინი მზარდია ყველაფერთან ერთად და სამშაბათს რომ შევხვდებით ერთმანეთს, იმედია იმ ბილეთებს, რომელსაც თქვენ შეიძენთ და შეავსებთ სასურველი ციფრებით, აუცილებლად დაემთხვევა აი ჩვენი ლოტოტრონის მიერ შემოთავაზებული რიცხვი. და იცით რატომ უნდა შეიძინოთ, იმიტომ რომ 2 ლარად შეგიძლიათ გახდეთ
მილიონერი. ბედნიერი საღამო. ნახვამდის.